ცოტა ხნით გავდივარ, სანამ არ ვიქნები ბავშვი გაართეთ. მე მგონი პლაჟზე უნდა წასვლა. ხო, წინა ჯერზე იყოფნა მოეწონა. ხო, მაგრამ დღეს იქ ვერ მოვხვდებით. შორია. დილიდან უნდა წავსულიყავით. გვაპატია იპოლიტ, დღეს პლაჟზე ვერ წავალთ. დაიქნებ პლაჟი, აქ მოვუტანოთ. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? უბრალოდ ბევრი ქვიშა დაგჭირდება. აი მეგობრებო, აქ ბევრი ქვიშა. ამ ქვიშის ნაწილი ბებიას ნაკვეთზე უნდა მივიტანოთ. ეს ადვილია, ტურბოზავრებო, წინ. სად დავყაროთ? ერთი წუთით? სოფლიოში საუკეთესო მზვერავი აქ არის. არის, ვიპოვე. ვფიქრობ საკმარისია, სახლში წავიდეთ. თორ, აქ გათხარე. რა მაგარია, აი ეს მესმის. მოგწონს? იპოლიტ. მაგრამ ბებია ამას არ მოგვიწონებს. იდეა მაქვს. შეგვიძლია ბებიასაც გავუკეთოთ რაღაც. მართალია. ბებია დიდი ხანია ყვავილნარზე ოცნებობს, ახლა ყვავილები უნდა დავრგათ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლაჟზე. რა იყო? რა მოხდა იპოლიტ? მივხვდი, წყალი. პლაჟი წყლის გარეშე არ არსებობს. ხო, მაგრამ აქ მდინარე არ არის. მდინარე არ არის, მაგრამ წყალი ხომ არის? თორ, აქ ორმო უნდა ამოთხარო. რა პრობლემაა? მარცხნივ, მარჯვნივ, უფრო ღრმად. იქნება ამოთხრათ შენ მასწავლო. მიდი. საკმარისია. მიწა წყალს შეიწოვს. ჰიდროიზოლაცია გვჭირდება. რისგან უნდა გავაკეთოთ? სხვათა შორის. მისაბმელის ზომა ზუსტად ემთხვევა თქვენი ორმოს ზომას. მართალია. მაშინ როგორ ვერ მივხვდი? ზერ გენიოსი ხარ. მეგობრებო, მისაბმელი ორმოში ჩავდოთ. აქეთ? ყველაფერი გამოგვივიდა. ბებიას ავტობუსია. დაიმალეთ. გამარჯობა ბებია. გამარჯობა რა სილამაზეა.
დიდი ხანი ასეთ ყვავილნარზე ვოცნებობ. ყვავილების დარგვა გადარჩა. კიდევ უნდა გაჩვენო რაღაც. შეხედე? იპოლიტს ახლა საკუთარი პლაჟი აქვს. რა ყოჩაღები ხართ? როგორ მოასწარით ამ ყველაფრის გაკეთება? ვფიქრობ, ჯილდო დაიმსახურეთ. აი, ნაყინი მოგიტანეთ. მადლობებია. რა იყო? უნდა რომ თავისი ნაყიდი დინოზავრებს მისცეს. რა ჭკვიანი ხარ, იპოლიტ? მოდი ჩვენი ნაყინიც მივცეთ. ბულისა და თორის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებდით. გავიქცეთ. ახლა შენ. სცადე, მოგეწონება. რადგან ასე ფიქრობ? იქნებ საკმარისიათ რა აქ. გააჩერე ბოლოს და ბოლოს. ცდილობ. ეს სპეციალურად გააკეთე? არა, რა თქმა უნდა, თორ, უბრალოდ აქ პაწაწინა ღილაკებია. როგორ ჩანს, შენთან ერთად მანქანებს ვერ ვითამაშებთ, პეჭა. მე კი ვოცნებობდი, რბოლა მოგვეწყო. მომისმინეთ. იქნებ ნამდვილი რბოლა მოვაწყოთ. ხო, მაგრამ ამას ვერც ტყეში გავაკეთებთ, ვერც გზატკეცილზე. ძალიან სახიფათოა. მოვიფიქრე. მოდი სპეციალური ტრასა ამაშენოთ. ხო. მე მგონი გვეყოფა ადგილი ტრასის ასაშენებლად. შეხედეთ? მაგრამ დიდი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს. ნიადაგი უნდა გავასწოროთ, კუნძები ამოვთხაროთ. ყურებს არ ვოჯერებ. მცენარეებს რას ვუზამთ? სხვათა შორის აქ შროშანები იზრდება. საათხედავ შროშანებს. წელიწადის ამ დროს არ ყვავილობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ არ არის. შროშანები გადაშენების პირას მყოფი მცენარეებია, ჩვენ კი ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ. შეუძლებელი არაფერია, კაძა, მცენარეებს ნიადაგთან ერთად გადავრგავთ. ბულ, შენ კუნძებს ამოთხრი. ანკი, შენ მათ წაიღებ. თორ, შენ ნიადაგს გააფხვიერებ და მიწას გაასწორებ. დო, შენ ტრასას დატკეპნი. ტრაკ, შენ და კაცა მცენარეებს გადარგავთ. ზერიკი. ზერი დაისვენებს. ხო, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ ეს თქვენი ტრასაა. მე ხომ მანქანა არ ვარ, რობოტიც კი არ ვარ, რბოლაში მონაწილეობას ვერ მივიღებ. შეგიძლია მსაჯი იყო. მართლა? მსაჯი ვიქნები? გაიგონეთ? მსაჯი ვიქნები. ყველაზე მთავარი ვიქნები. ტურბოზავრებო წინ! ყურადღება? მოემზადეთ? წავიდა! ვაშა, მე გავიმარჯვე. ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს უსამართლობა. ტრასიდან რომ არ გადაგეგდეთ, შეიძლება პირველი მივსულიყავი.
შენს გვაწვებოდი. მაგრამ თუ არ თაღლითობდა. რას ამბობთ რა აქ? შენს კარგად იცი, შენ და თორმა მოაწყვეთ ყველაფერი. საჯმა ყველაფერი დაინახა. ჩვენ გვეგონა რომ მასე უფრო საინტერესო იქნებოდა. არა? საინტერესო მაშინ, როცა ყველაფერი წესების დაცვით მიმდინარეობს. მე ჩვენ არასწორად მოვიქეცით. იცით რა? მოდი სამართლიანი შეჯიბრება გავმართოთ. მაგალითად, დინოზავრებს შორის სირბილი. ხო რა მოხდა? მოემზადეთ? ყურადღება? ყურადღება? რა თქმა უნდა, ტრაკი პირველი მივა, მას ყველაზე გრძელი ფეხები აქვს. ტრაკ, რამე ხომ არ იტკინე? ყველაფერი კარგად არის დო, რბოლა გავაგრძელოთ. მეგობრობამ გაიმარჯვა, შესანიშნავი რბოლა იყო. იცით რა ვიფიქრე? შეგვიძლია ფრენაში მოვაწყოთ შეჯიბრება, რომ გამარჯვებულმა კარგი პრიზი მიიღოს. რატომ იცინით? რა თქვი სასაცილო? გამოგიჭირეთ. ეს ხეები საშინლად გასივდნენ. მე მგონი სხვა ვინმე გასივდა. მართალია, ძალიან ბევრს ჯამთორ. დაჭერობანასაც ვეღარ გეთამაშებით. კარგი რა. გაიგონეთ? როგორც ჩანს, საგზაო კვანძი შენდება. აი ეს მესმის ნამდვილი მშენებლობა. როგორ მინდა რომ იქ ვიმუშაო? ოცნება დარჩება. იქ უჩვენოდაც უამრავი ტექნიკა აქვთ. არაფერია შეუძლებელი, ბულ, როგორც ვიცით, ტექნიკა ხშირად გამოდის წყობრიდან, ამიტომ არავის არ გაუკვირდება თუ თუ პატარა ცვლილება მოხდება? ნამდვილად. როცა მშენებლები წავლენ, ტრაკი ღობეს აიღებს თორი და ბულიკი, დანარჩენ მანქანებთან ერთად დადგებიან ავტოსადგომზე. ზერი ყველაფერს ვიდეოზე გადაიღებს. მე, კატя და დოკი მომხდარს აქედან ვადევნებთ თვალს. რაღაც დიდხანს ვართ უსაქმოდ. ესე იგი გადაწყვეტილია? ვიმხიარულად. ყველანი მზად ხართ? მაშინ ტურბოზავრებო წინ! წესრიგია. მალე 9 საათი გახდება. მისვლას მივასწრებთ, წავედით. საეჭვო სიჩუმეა. გეგონება მშენებლობაზე მუშაობდნენ. მოკლედ, მოთამაშეების შეცვლამ წარმატებით ჩაიარა. ცხოველები კმაყოფილები არიან, საჭვენებელი გამოსვლების დაწყებამდე რამდენიმე წამი რჩება. და თორი სად არის? თორი მაგარია, მას გზის ცალკე მონაკვეთი ანდეს.
როგორც ჩანს, ჩვენმა თორმა თავი გამოიჩინა. ყველა ხფრთოვანებულია მისი მუშაობით. არა და მთელი დიდება სხვა სერგო. განგაში. თურისთვის დიაგნოსტირების ჩატარება უნდათ. დიაგნოსტირების ჩატარება? კარგი, დავეხმაროთ. გამოგვივიდა. მაინც საწყენია. ბრიგადა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში მივატოვე. იქნება ამან დაგამშვიდოს. გმირო. ფანტასტიკური ტექნიკა. ფანტასტიკური. ვინ ამბობდა, რომ ძალიან ბევრს ვჭამ? უბრალოდ ფანტასტიკურ მანქანებს ფანტასტიკურად ბევრი ენერგია სჭირდება. ხო მართლა, სადილობის დროა. ო, სად მივდივართ? მალე გაიგებ. არა, მართლა სად მიყავარ? ტყის ამ ნაწილში ჯერ არ ყოფილვარ. შეხედე. ეს რა არის? არ ვიცი, მაგრამ აშკარად რაღაც ძალიან საინტერესოა. ეს ადგილი შემთხვევით ვიპოვე. შეხედე როგორი ბორცვია. შეხედე როგორი მილებია. აქ დამალობანას თამაში შეიძლება. ჩემ გარდა კიდევ ვინმესთვის გითქვამს ამ აღმოჩენის შესახებ. არა, ჯერ შენი აზრი მაინტერესებდა. სწორად მოქცეულ ხარ. ეს ჩვენი განსაკუთრებული საიდუმლო ადგილი იქნება. და მხოლოდ ჩვენ ვითამაშებთ ხოლმე. და ხელს არავინ არ შეგვიშლის. ხელი ხომ არ შეგიშალეთ? მოვიწყინე. რა მოწყენილობა? მოდი რამე ვითამაშოთ. უკვე ყველაფერი ვითამაშოთ. ფეხბურთი, ჩოგბურთი, X და 0. დანარჩენები სად არიან? მართლა სად არიან? ტრაკი რეკავს. ეკრანზე გამოვიყვან. აბა, კარგად ჩანვარ. ტყის შორეული ნაწილიდან გირეკავთ. ამ ორმა ჯადოსნური ადგილი იპოვეს და უნდათ მხოლოდ მათი ყოფილიყო, რომ მის შესახებ არავის არ გაეგო. ვერაფერი ვერ გავიგე. რაღაც უცნაური კონსტრუქციებია, რისთვისაა? ზერ, იმ ადგილას გაფრინდი და დაწვრილებით მოგვახსენე რა არის იქ. გავიგე. ახლა ინტერნეტში მოვძებნოთ მსგავსი კონსტრუქციები. ეს ხომ აკვაპარკია? მართალია. აი აქ დიდი აუზი უნდა ყოფილიყო. მილები კი იმისთვისაა, რომ ჩამოსრიალდე. რა საინტერესოა? და რა სამწუხაროა, რომ ასეთ სავალალო მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, აკვაპარკი მზად არ არის, მისი აშენება დაიწყეს და არ დაასრულეს, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია დავასრულოთ? ამას სერიოზულად ამბობ? რა თქმა უნდა, რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. აი შეხედეთ. აუზი უნდა ამოვთხაროთ, დაჟანგებული კონსტრუქციების შევცვალოთ და დავამატოთ ისეთები, რომლებიც აკლია. ყველაზე მთავარი და გავიწყდა წყალი. საიდან უნდა მოვიტანოთ? ტბამდე არხს გავიყვანთ. აი შეხედე. ბევრი შრომა მოგვიწევს. სამაგიეროდ ჩვენ აკვაპარკი გვექნება. მართალია, ბულ და თორ. თქვენ აუზს ამოთხრით. ტრაკ, შენ ჟანგიან კონსტრუქციებს მოაშორებ და ისეთებს დატოვებთ, რომლებიც გამოგვადგება. პრინტერით ნაკლულ ელემენტებს დავბეჭდავ, ან კი შენ დოზე დატვირთავ. ის კი ადგილზე მიიტანს. მე რა თქმა უნდა არ გჭირდებით. კარგი. ჩემთვის სულ ერთია აკვაპარკს აშენებთ თუ არა, მაგრამ აღშფოთებული ვარ თქვენი უყურადღებობით. არაფერით, შენთვისაც გვაქვს დავალება. აეროგადაღება ჩაატარე, რომ არხისთვის საუკეთესო გზა მოვნიშნო. ტურბოზავრებო წინ!
უბრალოდ მინდოდა დაგხმარებოდით. დო, კატია, ტრაკ, თქვენ მცენარეებს გადარგავთ, რომ არ დაზიანდეს. ფულ, თორ, ანკი, თქვენ ტბიდან აკვაპარკამდე არხს გათხრით. ზერ, თვალი ადევნე, რომ არხი ზუსტად ისე იყოს გაყვანილი, როგორც დავხატე. არის. სორია? ასე? კარგია. არ გაჩერდეთ. მიდით. იცი წყალი მაინც თევზებისთვისა. მე კი ჰაეროვანი არსება ვარ. გამომივიდა ჰაეროვანი არსება. უბრალოდ ფრენა უფრო მიყვარს, თუმცა ცურვაც კარგია. რამდენი ხანი არ უწვიმია, ყვავილები გახმება. ბებია, შეხედე როგორი ღრუბლებია, აუცილებლად იწვიმებს. ღმერთო ჩემო, ეს ჩვეულებრივი წვიმა არ არის, ნამდვილი ჭექაქუხილია. ბედა, გადა, ჩქარა სახლში შევიდეთ. არა, ჯერ ყველა ვაშლი უნდა დავკრიფო. მართალი ხარ, მოვდივარ. რა მოგივიდა? ჭექაქუხილი მხოლოდ ხმაურია, მისი არ უნდა გეშინოდეს. აი, ელვა კი სულ სხვა საქმეა. იმიტომ რომ ელვა უმართავი ელექტროობაა. ელვამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს და ადამიანს ზიანი მიაყენოს. ეს სკოლაში ვისწავლეთ. მე მგონი ჭექაქუხილი აღარ არის, გარეთ გავიდეთ. მოიცადე, მგონი ვხედავ რომ ტყეში რაღაც იწვის. სად? შეხედე, ცოტა ხნის წინ იმ ადგილას მეხი გავარდა. ბებია, ტყე იწვის. ახლავე მე ხანძრებს დავურეკავ. შევეცადოთ მე ხანძრების მოსვლამდე ჩავაქროთ ცეცხლი. მართალი ხარ, მაგრამ მარტო ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ ჩვენს მეგობრებს უნდა დაუძახოთ. თქვენი დახმარება გვჭირდება, რომ ხანძარი ჩავაქროთ. ეს რთულია მოწანა. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა. აქ ტბა არის. არხს თუ გავიყვანთ, აი ასე, და წყლით გავავსებთ, ცეცხლი აღარ გავრცელდება. და შენმა გეგმამ რომ არ გაამართლოს? ცეცხლი ქალაქს მოუახლოვდება. ხალხი უნდა გავაფრთხილოთ. დო წაიყვანე და მეზობლები შემოიარე. ზად უნდა იყვნენ თუ ევაკუაცია გახდება საჭირო. ჩვენ კი არხს მივხედავთ. ტურბოს დავრებო წინ! თორ და ბულ, თქვენ არხს გათხრით. შენ ამ მხრიდან, შენ იქიდან. აქ ძალიან ბევრი გამხმარი და მოტეხილი ტოტიყრია. ერთი ნაპერწკალიც რომ მოხვდეს. ტრაკ, გამხმარი ტოტები შეაგროვე. ანკი, შენ კი ისინი ცეცხლისგან შორს წაიღე. მე რა გავაკეთო? შენ ზევიდან უყურე ცეცხლი საით გავრცელდება. კარი ჩვენს მხარეს უბერავს. ცეცხლი უკვე ახლოსაა, ჩრდილოეთ აღმოსავლეთით. სად? ტრაკ, ნუ შეყოლდები. გმადლობ, კატია. ყველაფერს მოვამზადებ, რაც ევაკუაციის დროს არის საჭირო. ჩვენ უკვე მზად ვართ. ესე იგი ხანძარია?
მე კი ვაშლის დაკრეფა ვერ მოვასწარი. კარგი, რას ვიზამ. შენ კი ყოჩაღ რომ ყველას აფრთხილებ. მართლა ყოჩაღი ხარ. ყოჩაღ. ყოველი შემთხვევისთვის გაგაფრთხილეთ. იქნებ ხანძრის შეჩერება შევძლოთ. ვაშა, გამოგვივიდა. იმიტომ რომ ერთი გუნდი ვართ. მეგობრების გუნდი. საოცარი კადრებია. რა კარგი კადრები გამოვიდა. ცეცხლი, კვამლი, ყველა არხს თხრის. მარტო მე არ ვარ ამ ფოტოებზე. ო, რადგან შენ იღებდი? მე ხანძრები მოდიან. ახლა ცეცხლს ჩააქრობენ. ფოტოების გადაღება უნდა მოვასწრო. დღეს ხომ ბოლო სეანსია. შენც გინდოდა ამ მულტფილმის ნახვა. არა, პეჭა, კინოში არ წავალთ. რატომ, კატა? აი, ამიტომ. ბავშვს მარტო ვერ დავტოვებთ. გამარჯობა. ბავშვებო, აქ რატომ ხართ? ჩვენ გელოდებოდით. ბები ეკბილის ექიმთან წავიდა. ჩვენ კი იპოლიტის მოსავლელად დაგვტოვა. ამიტომ აქ უნდა ვიყოთ. ნუ მიაქცევ ყურადღებას. კინოში უნდა დაწასვლა. ამიტომ ახლა მთელ სამყაროზეა გაბრაზებული. არ შეიძლება რომ ვინმე შეგცვალოს. ვინ? მაგალითად მე. ბავშვი მიცნობს, მისთვის უცხო არ ვარ. მაშინ 2 საათით შევცვალე. მალე დავბრუნდებით, კარგი? იპოლიტ. იპოლიტ. ეს რა არის, რა ხდება? ბავშვებო, ნუ იმალებით, არ გაგიბრაზდებით, ბურთი გამომართვით. იპოლიტ. რას აკეთებ, ხომ შეიძლება ვინმემ დაგინახოს? თუ აყური ვერ მივადებნე, ის დაიკარგა. რა? პანიკა საჭირო არ არის, დო? დანარჩენ ტურბოზავრებს დაუძახეთ ასახმარებლად. იპოლიტის შორს ვერ წავიდოდა. არსად არ არის. სახლში ვერ დაიმალებოდა? ყველ გამეძებეთ, ბულ, ვერ ხვდები, სად უნდა წასულიყო? იპოლიტი დეიდან ორასთან ერთად წავიდა მანქანით. გაუძელი, იპოლიტ. უნდა დავეციოთ. ისიც არ ვიცით, სად მიდის დეიდან ორა. ესე იგი, უნდა გავიყოთ. ტრაკ, შენ დევნის დროს ვერ დაგვეხმარები, ამიტომ ტყეში დაბრუნდი. ყველაზე საინტერესო ისე უჩემოდ მოხდება. შენც დარჩები. ბებია შეიძლება მანამდე დაბრუნდეს, სანამ იპოლიტს ვიპოვით. ტურბოზავრებო, წინ! რა მოგივიდა თორ?
გზა გადაკეტილია, ვერ გაივლიდა. რა ცუდია. ახლა საბურავის შეცვლა მომიწევს. ანკი, შეხედე, ეს ხო მის მანქანაა, რომელსაც ვეძებ. როგორ გაუხარდებათ, როცა მანქანასა და იპოლიტს მივუყვანთ. გამარჯობა. მანქანა ვიპოვეთ, რომელმაც იპოლიტი წაიყვანა. მანქანის ადგილზე დაბრუნება მოგიწევთ და დაშვებული საბურავი შეცვალეთ. დიახ, საბურავი მაქვს შესაცვლელი. აღარ არის შესაცვლელი. ჩემი მანქანა გაიტაცეს. არა, არ გაუტაცებიათ. საბურავით წესრიგშია. საოცრებაა. მითხრა არა ჩვეულებრივად გამოიყურებით და ეს გულსაბნევით ძალიან გიხდებათო. გულსაბნევი? რომელი გულსაბნევი? ღმერთო ჩემო. დავკარგე. ბებია, არი ნერვიულო. გაიხსენე ბოლოს სადნახე შენი გულსაბნევი. ბებიამ თქვა, როცა საპარიკმახეროდან გამოვიდა გულსაბნევი ეკეთა. ესე იგი შემდეგ დაიკარგა. ხო, მაგრამ პეტია, ბებია დღეს რამდენიმე ადგილას იყო, გულსაბნევის პოვნა ადვილი არ ექნება. შეუძლებელი არაფერია, დახმარება დაგჭირდება. საპარიკმახეროდან ბები ამ გზით წამოვიდა. აი აქ შეუხვია. მოედნის შემდეგ კიდევ ერთხელ შემოუხვია და სავაჭრო ცენტრამდე მოვიდა. სახლში ტაქსით დაბრუნდა. ძღოლს დავურეკეთ. გითხრა, რომ მანქანაში გულსაბნევი არ იყო. მაშინ ქალაქში უნდა წავიდეთ. ის ადგილები უნდა მოვიაროთ, სადაც ბებია იყო და ყურადღებით ვეძებოთ. მართალია. თორ, ეს შენი მონაკვეთია. ბულ, ეს შენი. ანკი, შენ კი აქ მოძებნი. მე და კატია სავაჭრო ცენტრს მოვივლით. ტრაკი აქ დარჩება. ქალაქში მისი გამოჩენა არ შეიძლება. მე? მე რა გავაკეთო? ზერ, შენი ამოცანაა შეგვატყობინო თუ გულსაბნევს იპოვიან. პატარა, ამიტომ ყურადღებით იყავი. იდეა მაქვს. მოდი ტობიკი წავიყვანოთ. იქნებ ბებიას კვალი აიღოს და გულსაბნევთან მიგვიყვანოს. ვფიქრობ, ტობიკის წაყვანა კარგი იდეაა. თურბოზავრებო, წინ. ტობიკ, კვალი აიღე. გადი აქედან. არა, ტობიკ, სოსისი არ გჭირდება. ტობიკ, შეჩერდი, მოიცადე. რა გავიგეთ? რომ ტობიკს უყვარს სოსისი და არ უყვარს ველოსიპედები.
ამჯერად რა მოხდა? სოსისი დაინახა თუ მორი ველოსიპედს გაეკიდა? ბიჭა, მან გულსაბნევი იპოვა. იპოვა? სად? ვერ, შეგიძლია დაეწია. მე ყველას და ყველაფერს დავეწევი. ყველაფერი ჩემი ხიბლის დამსახურებაა. ვერავინ ვერ უძლებს. ხედავ, ახლა რა გავაკეთოთ? ყველანაირი პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება. ზერ, ტურბოზავრების შეკრიბე. დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ბულ და თორ, თქვენ წყალსადენ მილს ამოთხრით. ანკი, შენ მას ამოსწევ. გულსაბნევს ამოვიღებთ და მილს უკან დავაბრუნებთ. შენ კი ზერ, უკვე ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეცლა. ტურბოზავრებო, წინ! არის! ბებიას გაუხარდება! ძალიან ბედნიერება რომ იპოვეთ. ალბათ ადვილი არ იყო. რას ამბობ, ბებია? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ. ეი, სად მიდიხართ? ფეხბურთი ვითამაშოთ. ვერ ხედავ რომ არ ვცალია. და არაფერი არ გკითხოთ, ეს საიდუმლოა. საჯარიმო, კუდი დაუდე და კბილებით ითამაშე. ასე რა? კარგი, ძალიან შორიდან გამოვიქცევი? ძალიან შორიდან? აი, რაკეტა შევქმენით. ეს ხომ ბებიას ურიკა? იყო ურიკა, ახლა კი ეს რაკეტაა. რა საკეთებ? გაფუჭებ. მაგარია, შეიძლება გავისეირნო. არა, მხოლოდ ჩვენ ვიცით როგორ უნდა რაკეტით საირნობა. შენ არ იცი. მე მგონი უბრალოდ ზუნწები ხართ. წავიდეთ აქედან, მეგობრებო. ზუნწები არ ვართ. უბრალოდ ძალიან ფრთხილები ვართ. ახლა სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ.
შესანიშნავია. ახლა ასე ვსადოთ. ტრაკ, ძალიან მძიმე ხარ. ეს სახიფათოა. დამუხრუჭე ტრაკ, წინ ჭაობია. მუხრუჭების დაყენება დაგვავიწყდა. ჭკარა, ტრაკი ჭაობში ჩავარდა. ტრაკი საფრთხეშია, ტურბოზავრებო წინ. მე მაშველი ვიქნები. არა, არ ვიქნები. დროის დაკარგვა არ შეიძლება. ეს ხომ ჭაობია. ანკი, ტროსი გადაუგდე და ნაპირზე გამოიყვანე. ბეჭა, გაჭა, ტროსი გამოკაჩეთ და ხეზე მიაბით. გაუძელით რაკ, ახლოს ვარ. გაუჭი, გადმოაგდეთ. ჭკარა, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ? თორ, შენი დახმარება გჭირდება? ანკი, გამოკაჩე. გმადლობთ მეგობრებო, რომ იქიდან გამომიყვანეთ. ტურბოზავრები ყოველთვის მოდიან დასახმარებლად. ან მოფრინავენ. პოლინა, ჩემი დიშვილები, ბორა და ფედია დაიკარგნენ. იქნებ დღეში თამაშობენ და გაერთნენ. იქნებ გზაებნათ, ძალიან ნერვიულობ. არი ნერვიულობ, დაიდან ორა ჩვენ ვიპოვით. შესანიშნავია? მშვენიერია. არაჩვეულებრივია. თქვენი დახმარება გჭირდება. ბორა და ფედია უნდა ვიპოვოთ. საოცარი ფოტოსესია გქონდა. საქმეს თავისი დრო აქვს, დასვენებას თავისი. მსოფლიოში საუკეთესო მზვერავი მზად არის. თხის ბილიკზე არიან. უნდა დავეწიოთ. ჩათვალეთ, რომ უკვე დავეწიეთ. რა ვქნათ გავფრინდეთ? აი მესმის სიჩქარე. ბორა, ფედია, მოიცადეთ. დრო არ გვაქვს. დეიდან ორა გეძებთ. წერილი დაუტოვეთ, რომ დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ წავედით. სოფლის შემოვივლით და მაშინვე დაუბრუნდებით. პიტერ, რა ვქნათ? გეგმა მაქვს. ისეთი რამე უნდა მოვიფიქროთ, რომ ბორა და ფედია სახლში დაბრუნდნენ. კი, მაგრამ როგორ? მათ ხომ დაბრუნება არ უნდათ.
ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება. ახლა ისინი აქ არიან. ბულ და თორ. თქვენ გზაზე 44-ით. თითქოს საგზაო სამუშაოებს ასრულებთ. მაშინ ბოირა და ფედია იძულებული გახდებიან აქედან შეუხვიონ. შეხედეთ? იქ დაქცეული ხეების გროვე დახვდებათ. ამას ტრაკი გააკეთებს. მიყვარს არეულობის მოწყობა. აღარ შემდეგ მილაგება არ დაგავიწყდეს. პატარა არეულობასაც ვერ დავტოვებთ. ხეების გროვას რომ შემოუარონ, ხევშიც მოუწევთ ჩასვლა. ხევს ვინ ამოთხრის? არავინის ბუნებამ ამოთხარა. რა კარგი ბუნება გქონია. ჩვენ მაგივრად ამოთხარა ხევი. გზის დაგება მოგვიწევს რომ ხევიდან ამოვიდნენ. ამას თორი, ბული და ანკი გააკეთებენ. ტურბოზავრებო, წინ! დაიმალეთ, უკვე ახლოს არიან. როგორ ჩანს მოვედით? უკვე შემოვიარეთ დედამიწა. დედამიწა რომ შემოგვალო სახლში დაუბრუნდებოდით, რადგან ის მრგვალია, გამომყევი. აღარ მინდა მოგზაურობა, დავიღალე. მოცვის ღვეზელი მინდა. რაც უფრო მალე შემოვლით, დედამიწას მით მალე ვისადილებთ. წინ! ახლა აქედან როგორ გავაღწევთ? ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებთ. შეხედე, გზა! ხომ გითხარი რამეს მოვიფიქრებთ მეთქი? ვაშა! სახლში ვართ! სად იყავით? ძალიან მინერვიულე. დედამიწის გარშემო ვიმოგზაურეთ. დედამიწა არც ისეთი დიდი ყოფილა. რას ამბობთ, დედამიწა ძალიან დიდია. აი შეხედეთ. ეს ჩვენი დედამიწის მოდელია, გლობუსი. ველოსიპედით დედამიწის შემოვლა შეუძლებელია, რადგან გზაზე მარტო მთები და უდაბნოები კი არა, ოკეანეებიც შეგხვდებათ. ესე იგი, დედამიწა არ შემოგვივლია? არა უშავს, გაიზრდებით და შემოივლით. ან შემოუფრენთ კოსმოსური ხომალდით. მე დედამიწას შემოუვლი, მე კი შემოუფრენ. გემრიელი მოცვის ღვეზელები გაქვთ. მიირთვით. დიდი მადლობა, რომ ჩემი დიშვილები იპოვეთ. ესენი რა შუაში არიან, ჩვენ თვითონ დაუბრუნდით სახლში. ჰო, ჩვენ ვართ ყოჩაღები. გამარჯობა. რას აკეთებთ აქ? ჩვენ ფილმს ვუყურებდით. მაგრამ ვეღარ ვუყურებთ. რატომ? კინოდასასრულს მივახლოვდა? არა, დიდი ტრაკი მოგვიახლოვდა და მთელი ეკრანი გადაფარა. ჩემი საყვარელი კუდი. კარგად ვუყურეთ ფილმს. იცით რაკ, შენ ძალიან დიდი ხარ და ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და ყურადღებით. დიახ, დიდი და ძალიან მძიმე. და კიდევ საშინლად მოუქნელი. მაპატიეთ, არ მინდოდა. ძალიან დიდი, მძიმე და მოუქნელი ვარ. ყველას ხელს გიშლით.
გამარჯობა, ჩვენ ქალაქში მივდივართ ტექნიკის გამოფენაზე, გინდათ ჩვენთან ერთად წამოხვიდეთ? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა გვინდა. ტრაკ, რა იყო? შენ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად? არ მინდა. ხელი შეგიშალოთ. აჯობებს აქ მარტო დავრჩე. ხელს არ შეგვიშლი. მაგრამ თუ ფიქრობ, რომ მარტო უფრო საინტერესოდ გაატარებ დროს, მაშინ დარჩი. წავალ ტყეში გავისეირნებ. იქ არავის არ შემუშლი ხელს. სად მოვედი? აქ არასდროს არ ყოფილ ვარ. ეს რა არის? ეს კედელი იმიტომ აღმართეს, რომ ერთ ადგილას ბევრი წყალი მოეგროვებინათ. ახლოდან უნდა ვნახო. არაფერი არ ისმის. კარგი კედელია. ეს სუდია, მაგრამ არ აუშავს. ახლა მე აღარ წვეთავს. ვინ თქვა რომ მოუქნელი ვარ? საოცარია. არ ვიცოდი რომ ხატვა მეხერხებოდა. ეს ავარია. თურბოზავრებო, წინ! შეხედეთ რა პატარა ფარები აქვს. სიბნელეში ხომ ვერაფერს დაინახავს. შეხედეთ. ალბათ სიბნელის ეშინია. ეს კი ნახეთ, ტრაქს გავს. ტრაკი იქ მარტო მოწყენილი იქნება. მოდი დავურეკოთ. კარგი იდეაა. ტრაკ, მიღება. ტრაკ, მიღება. ყველაფერი გასაგებია, ტრაკი შხაპს იღებს. ჩვენი კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან ჩაგვერთვება. კამერას ვრთავთ. დამბაზე ავარია მოხდა. კედელი თუ ვერ გაუძლებს, წყალმა შეიძლება ქალაქი დატბოროს. შეხედეთ, იქ ტრაკის ფეხები დგას. თვითონ სად არის? იქ ტრაკი დგას და მას უჭირავს კედელი რომ არ ჩამოინგრეს. და მას ჩვენი დახმარება სჭირდება წინ. ამაგრდი ტრაკ. ახლავე დაგეხმარებით. მეგობრებო, როგორ მიხარია რომ აქ ხართ? შეყონება არ შეიძლება წყალს გზა უნდა გადავუღობოთ და ტრაკს დავეხმაროთ. ამ ქვას ხედავთ? ამ ქვით დაბმაში ხვრელს გადავკეტავთ. მაგრამ მანამდე საბჯენები უნდა დავაყენოთ. შეხედეთ რა მოვიფიქრე. ანკი, შენ მორებს მომზადებ საბჯენებისთვის. ული და თორი ადგილს დაასუფთავებენ და ანკის დაეხმარებიან. ზერი სიტუაციას ჰაერიდან გააკონტროლებს. ტურბოზავრებო წინ! ქვა უნდა მივადოთ. მაგარია. აი ასე უფრო საიმედო იქნება. ტრაკ, რა ძლიერი ხარ. დამძლავრი. კილოცავ ტრაკ, სახლგანთქმული გახდი. ტელევიზორში გაჩვენეს. ავტოგრაფს მომცემ?